ცოტა ხნის წინ საპატიმრო იზოლატორი დატოვა ფორმულას წამყვანმა ქეთა ციცქიშვილმა. მას ერთი კვირა რაც არ ეძლევა შესაძლებლობა პროფესიული მოვალეობა შეასრულოს. ეს არის პირდაპირი ეთერი. ხედავთ რომ მას ადგილზე ხვდებიან ჟურნალისტები. საინტერესოა რა სიტყვის ქეთა იზოლატორის დატოვების შემდეგ, როგორც იცით, ასევე იზოლატორში იმყოფება ფორმულას კიდევ ერთი წამყვანი ბახოსანაია. ისიც დღეს დატოვებს იზოლატორს დღის მეორე ნახევარში. რეჟიმმა სწორედ ამ ფორმით დასაჯა ფორმულას წარმომადგენლები და გაუშვეს მაგალითად ბახოსანაია 6 დღით, ქეთა ციცქიშვილი კი 5 დღით. მოსამართლეები ფორმალურად გადიან სათათბიროდ. პრაქტიკა მაჩვენა რომ ძირითადად მოსამართლეები იყენებენ საპატიმრო სასჯელს. ადგილზე იმყოფება ფორმულას ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე, სწორედ ის შეეცდება გასაუბრებას ქეთა ციცქიშვილთან. ნათია, გისმენთ. კი, ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში ხედავთ, რომ ქეთა ციცქიშვილმა უკვე დატოვა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორი და ბევრი შესავლის გარეშე კითხავ ქეთას. ქეთა ეხლა ბექასთან ერთად უნდა იყო ეთერში, ანუ საინფორმაციო დასრულების შემდეგ. რა გაქვს საქმე? სხვათა შორის რომ გამოყვანით დაწყებას უყუროთ, მაგრამ დრო აღარ იყო. არაფერი, რაც მაქვს სათქმელი ის არის, რომ ეს 5 დღე მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ როგორ შეიძლება ბრძოლა კიდე სხვანაირად გავაგრძელო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სისხლის სამართლის წესით არიან დაკავებული და რომლებიც უკანონოდ ხედან ციხეში უკვე თითქმის 1 წელია და კიდე ემატებიან ადამიანები. აქ ყოფნა არაფერს არ ნიშნავდა მართლა, იმიტომ რომ როგორ თქვა, ცინიკური, ძალიან თვალს ირონიული, რომ მადლობა რეჟიმს, რომ ის ქალები, ძალიან ძლიერი ქალები გამაცნო, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ იმაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში. და ხო, ყოველ დღე ერთადერთი ისიც მინდა ვთქვა, რომ ყოველი დღე თენდებოდა იმით, რომ ნეტა გუშინ რუსთაველი ხო გადაიკეტა და იქ რა ხდება და სხვებზე უფრო ნერვიულობდით ვიდრე საკუთარ თავზე, იმიტომ რომ რა ვიცი, 5 დღე გამოძინების შესაძლებლობა და წიგნის კითხვის შესაძლებლობა მქონდა უტელეფონოთ და ძალიან კარგი იყო. ტელევიზორს 1 საათი უყურებდით დღის განმავლობაში, მაგრამ ალბათ გაიგებდით, რომ უფრო მეტი ადამიანი დაიჭირა რეჟიმმა გზის გადაკეტვის ბრალდებით. ნაწილი შემოიყვანეს აქ და სხვათა შორის ახლა გოგოების საკანში კი ყველა გავაცილე მოკლედ და ბოლო გამოვიდა, ეგრე გამოვიდა, მაგრამ ნელ-ნელა გვემატებოდნენ ვიღაცები. აქ არიან ჯობავა, სუჭი, საბა ჯაფარიძე, ყველა თან ჩემი საკანი ისეთ ადგილას იყო, რომ სასეირნო ადგილს ხედავდი რა და იქიდან ხედავდით ხოლმე ბიჭებს, ყველა ძალიან კარგადაა. ჯობავამ იმის რა ქვია, გეგმა შეუდგინა, როგორ უნდა ივარჯიშონ და 1 საათი დარბიან ხოლმე და ხო, ეგ არის ყველაზე უფრო მძიმე, ყოველ 1 საათი რომ გავდიოდით ხოლმე და ვუყურებდით, ეგ იყო ამბავი, რომ 30-40 ადამიანი დააკავეს და ყველა სასამართლოებს ველოდებოდით და მე ახალი ვინ შემოდიოდა ის გვეუბნებოდა, რომ რამდენი დღით გაუშვეს ადამიანები და ნუ მართლა სიგიჟე ხდება, მაგრამ არა უშავს. ახლა ეგეც თუ ვინმეს გონია, რომ აქ 5 დღით პატიმრობით რა ოდნავ მაინც შემაშინეს, არა, მართლა ერთადერთი ნუ ვთქვა, რომ ამ იზოლატორში პირობებიც ნორმალურია. ერთადერთი სადაც დამყოფი ვარ, მაგრამ ნორმალური პირობებია, კარგია. და ბექას აქედან მოკითხა, იმიტომ რომ თუ პირდაპირ შევართ იზის ახლა წესით ეთერში, ხო? ხო, აქედან მოკითხა, ხვალ შემოგიერთები და რო იცოდე ხვალინდელი გადაცემა დაგეგმილია, შეთანხმებული მყავს სტუმრები უკვე და მოგწერთ ნომრებს. მადლობა. ქეთა ციცქიშვილმა დატოვა უკვე დროებითი მოთავსების იზოლატორი. რეჟიმის სასამართლოს მხრიდან მას ჰქონდა 5 დღით პატიმრობა შეფარდებული რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო. ამავე ბრალდებით ჯერ კიდევ იმყოფება იზოლატორში ბახოსანაია, ფორმულას ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, რომელიც საპატიმროს დაახლოებით 3 საათში დატოვებს, ანუ პატიმრებს უშვებენ დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან ზუსტად იმ დროს, როდესაც მოხდა მათი ოფიციალური დაკავება. შესაბამისად, ვახოც 3-დან 20 საათამდე დატოვებს ცხეთის იზოლატორს.